Telaviv-ში ახლა არის სიმშვიდე, თუმცა გასული ღამე იყო ერთ-ერთი მძიმე მთელი 2 წლიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ 9 მილიონ ნახევარმა ადამიანმა ისრაელის მოქალაქეებმა და ასევე 100,000-ობით ადამიანმა, რომელიც ისრაელში იმყოფება სამუშაოდ თუ სხვა მიზნით, გაატარეს თავშესაფრებში. პრაქტიკულად ყოველ 2 საათში მთელი ღამის განმავლობაში ირთვებოდა საჰაერო განგაში სირენები. ბოლო ბალისტიკური რაკეტების შემოტევა დაფიქსირდა დილით დაახლოებით 5 საათზე. და ამ დროსაც ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა თელ-ავივში, ასევე მიმდებარე ქალაქებში და სწორედ ამ აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი ქალაქ რიშონ ლეციონში, როდესაც ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა კერძო სახლების ტერიტორიაზე და ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა. 2 ადამიანი დაიღუპა ამ შემთხვევის შედეგად, რამდენიმე საათის წინ და დაშავდა 37 ადამიანი. გარდა ამისა, თელ-ავივში წუხანდელი სარაკეტო იერიშების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა შეადგენს რამდენიმე ათეულს და ამ დროის მონაცემებით მხოლოდ გასულ ღამეს ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშების შედეგად 50 ადამიანი არის დაშავებული და 3 გარდაცვლილი. ეს არის ამ დროისთვის ბოლო დაზუსტებული ინფორმაცია. რაც შეეხება ამ დროისთვის ჯერჯერობით არანაირი გაფრთხილება არ მიგვიღია მოსალოდნელ საჰაერო იერიშებთან დაკავშირებით. როგორც წესი, დაახლოებით 10 წუთით ადრე მობილურ ტელეფონებზე ყველა იღებს გაფრთხილებას და შეტყობინებას მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე და ამ დროიდან უკვე მოქალაქეები ცდილობენ გადაინაცვლონ უსაფრთხო თავშესაფრებში. ჯერჯერობით მსგავსი შეტყობინებები დილიდან არ მოსულა, თუმცა როგორც გითხარით, გასული ღამე იყო უმძიმესი და იყო პრაქტიკულად ყოველ 2 საათში ბალისტიკური სარაკეტო იერიშები. რეკომენდაციებს რაც შეეხება როგორც ისრაელის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ახლა ისრაელის ტერიტორიაზე და ფიზიკურად ვერ დატოვებენ ისრაელს, რადგან არანაირი საშუალება ამის არ არსებობს. აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო სივრცე ჩაკეტილია როგორც ისრაელში, ასევე მეზობელ ქვეყნებში. შესაბამისად, ყველა უნდა დაემორჩილოს და იმოქმედოს იმ რეკომენდაციების და წესების მიხედვით, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებს აქვთ დადგენილი. ეს რეკომენდაციები არის ის, რომ შეტყობინების მიღებისთანავე ყველა უნდა გადავიდეს თავშესაფარში, ბუნკერებში, რომელიც პრაქტიკულად ყველა საცხოვრებელ სახლს გააჩნია, ასევე არსებობს საჯარო თავშესაფრები, რომელიც მრავალი ასობით ადამიანის დატევის საშუალებას იძლევა და თავშესაფრებიდან ადამიანები არ უნდა გამოვიდნენ მანამ, ვიდრე არ იქნება მითითება იმისა, რომ უსაფრთხოა უკვე გამოსვლა თავშესაფრიდან. რაც შეეხება სხვა ზოგად სიტუაციას, პანიკას, შიშს და განსაკუთრებულ მზადებას რაიმე ცუდი სცენარისთვის, ასეთი ნამდვილად არ შეინიშნება. ცხოვრება გრძელდება ჩვეულებრივად, თუმცა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით არის გარკვეული შეზღუდვები, რაც ბუნებრივი არის ასეთ ვითარებაში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, აუცილებელი საჭიროების დაწესებულებები, აფთიაქები, სუპერმარკეტები მუშაობს. არანაირი პანიკა და განსაკუთრებული მარაგების შესყიდვები არ ფიქსირდება, არის ჩვეულებრივი მშვიდი ცხოვრება, თუმცა ყველა არის მზადყოფნაში იმისა, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს სიტუაცია გართულდეს და ამის მზაობა და შესაბამისი რეკომენდაციებიც არსებობს. ჩამოვარდა 1 რაკეტა თელ-ავივში და რამდენიმე დაახლოებით 5 რაკეტის ნაწილი. დაშავებულები არიან, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. მუდმივად გვაწვდიან გაფრთხილებებს, მოვიმარაგეთ დაახლოებით წყალი, პროდუქტები, არა იმიტომ რომ რამე იქნება ქვეყანაში რამის დეფიციტი, უბრალოდ იმიტომ რომ სირენების შემთხვევაში არ მოგვიწიოს დავტოვოთ ჩვენი სახლები, ბომბდამცავი ოთახები და როგორც ყოველთვის ვიყოთ მზად. როდესაც ირთვება სირენები, ყველანი დაწყებული პატარა ბავშვები და დამთავრებული დიდი ადამიანებით აფარებენ თავს ოთახებს. 10 წუთით ადრე მოდის ესემი შეტყობინება, რადგან ჩვენ შევძლებთ დაცულ ოთახებში გადასვლა. ეს სისტემა გვეხმარება თავდაცვისთვის და არის ძალიან კარგი ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი დახმარება. როდესაც ნახე რომ მოვიდა სიგნალი და მქონდა 10 წუთი,
რა თქმა უნდა მოვედი დაცულ ადგილას და ზუსტად იმ ადგილას, სადაც მე ვიყავი და ის გზა გამოვიარე, იქ მოხდა ვარდნა. დაძაბული არის სიტუაცია, ალბათ ეს ყველაფერი რომ შევაფასოთ 1980 წლის მე არ ყოფილა ესეთი ინტენსიური შეტევები ისრაელსა და ირანს შორის. ღამის 3 საათზე მოგვივიდა ტელეფონში შეტყობინება, არიან დაშავებულები დაახლოებით 20 ადამიანი, 2 მძიმეთა, უმეტესობა არის ნამსხვრევებით. გამოისროლეს 100 რაკეტა. ამ 100 რაკეტიდან ვერც ერთმა ვერ მიაღწია მიზანს. ეს ხალხი დაშავებულია ნამსხვრევებით. რა იყოს ეფექტური, ცაზე ლამაზია, მოდის, რა ვიცი, ახლა მე ყველა დაიფაროს, მაგრამ რაღაც ისეთი ლამაზი ნათება, ამიტომ უშობენ ღამით, შემდეგ თელსოფლიო წარუდგენა, რომ ისრაელი აღარ არსებობს, დაასწორეს მიწასთან, აღარ არის, რა ვიცი, სამინისტროები, აღარ არის ისრაელის ჯარი, აღარ არის ავიაცია, ამიტომ აკეთებენ ღამე. რატო არ გამოუშვეს ახლა დილით, ამდენი დრო ქონდათ. ყოველთვის უშობენ ღამე. მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში ირანიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებითი მონაცემებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოშვებული. განხორციელდა გუშინ 5 ეტაპად ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით შეტევა. ორჯერ ეს იყო ღამის 12 საათამდე და სამჯერ იყო ეს ღამის 12 საათის შემდეგ. ბოლო შემოტევა იყო დილის 5 საათზე დაახლოებით. მთლიანობაში, როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოშვებული. მათი უდიდესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა ჰაერშივე, თუმცა როგორც აღნიშნეთ, არის სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც ბალისტიკური რაკეტები ჩამოვარდა როგორც ქალაქ თელ-ავივში, ასევე სხვა ქალაქებში და დასახლებებში არის დაზიანებული შენობები, არის მსხვერპლი 3 ადამიანი, არის 50 დაშავებული ამ დროისთვის. ჯერჯერობით ასეთია ვითარება ისრაელში, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და ჩვენ ვემზადებით სცენარის მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის. მადლობა გიორგი, ეს იყო გიორგი ხუხია, რომელიც